კადრში ვიმყოფებით ნუნისის ხეობაში. ერთი შეხედვით კადრში შეიძლება იფიქროთ, რომ ეს რელიეფი რაც აქ არის ბუნებრივად არის მოწყობილი, მაგრამ ძალიან ცდებით ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ იყო დიდი ხეობა და ეს ხეობა ახლა მთლიანად არის ამოვსებული მიწით. ეს მიწა არის გვირაბების მშენებლობიდან გამოტანილი მიწა და ამ მიწით არის მთლიანად ამოვსებული ეს ხეობა. ნუნისის ხეობაში დაახლოებით სპეციალისტები ამბობენ, რომ 5 მილიონი კუბი მიწა არის ჩაყრილი. შეცვლილი აქვს მდინარეს კალაპოტი, თუმცა ვარაუდობენ ასევე სპეციალისტები, რომ ეს მდინარე ამ მთლიანად ნაყარი მიწის ქვეშ გადის და ასველებს მას, რაც შესაძლოა რეალური საფრთხის გამომწვევი იყოს მიმდებარე სოფლებისთვის და მთლიანად იმერეთის რეგიონისთვის, რადგანაც მიწის რაოდენობა საკმაოდ დიდი არის, წინ აქვს მთა და თუ ეს მიწა და სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მიწა აუცილებლად დაიძვრება, ჩაკეტავს მთლიანად ხეობას და რა რეალური საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს ამ მიწის დაძვრამ, ამის შესახებ ვისაუბრებთ ამ სიუჟეტში. ეს არის ფიჭვნარის წყალი ქვია ამ მდინარეს. აი იქედან დაახლოებით 6-7 კილომეტრი აქ ხეობას სიგრძე, ბორჯომხარაგაულის ტყეპარკიდან მოედინება. ჩადიოდა ჩვეულებრივად დაბლა, სადაც ნახეთ ნუნისის მდინარე, რომელიც ჩამოდის დიდი მდინარეა, ეს უერთდებოდა იმას. აიწყეს გამოზიდვა 2013 წლიდან უკვე და შემოიტანეს ეტაპობრივად დაიწყეს ამ ხეობის ამოვსება. ეხლა ეს ყველას მოეხსენება, თუნდაც ერთი მანქანა მიწა აიღოს ვინმე და შეიტანოს ხეობაში ჩაყაროს, ამას მოყვება უმკაცრესი შედეგები. არა გამორიცხულია, რომ ჯარიმა არ დაუწეროს სახელმწიფო. ნუნისის ხეობაში მიწის მასის ჩაყრის გამო ჯარიმა ორჯერ არის გამოწერილი, თუმცა იმ დროისათვის მხოლოდ მიწის მცირე რაოდენობა იყო ხეობაში ჩაყრილი. ახლა კი მთლიანი ხევი ამოვსებულია, ახალი რკინიგზის მშენებლობისას გვირაბიდან გამოტანილი მიწით. მაშინ თუ შეიძლებოდა შემოტანა, რატომ დაუწერეს ჯარიმა? მაშინ იყო დაახლოებით 50,000 კუბამდე მიწა შემოტანილი, ჩაყრილი. ამის შემდეგ გაგრძელდა აქ შემოტანა და მიაღწია პარამეტრებით, ზომებით რო ავიღოთ დაახლოებით 5 მილიონს. ამ ტერიტორიაზე ნაყარი მიწის ზემოთ არსებულ ქედებსაც ჩამოშლა აქვს დაწყებული, თუმცა ეს არაფერია ხეობაში ჩაყრილ მიწასთან შედარებით. აქ მდინარის კალაპოტი შეცვლილია და ახლა ბეტონის პატარა არხში მიედინება. თუმცა რას გვაძლევს ეს რეალურად უსაფრთხოების თვალსაზრისით? კიდგა ტბა, ჩვენ სადაც ვდგევართ, არც ეს იყო გაკეთებული არაფერი. 4 წლის განმავლობაში ეს ტბა იდგა ჩვეულებრივად, ეს მდინარე მთლიანად შედიოდა ამ ნაყარში, ხო შემდეგ გააკეთეს, დაყარეს ეს მიწა. შემდეგ ვთქვი, რომ ეს მიწა არ გააჩერებს ამ ყველაფერს გადმოანგრევს, მერე ვიზუალისტის გააკეთეს უკვე ეს. ეხლა იქ რა ხდება? მდინარე, რომელიც მოედინება ამხელა სიგრძე აქ მას ხეობას, ჯერ ერთი რამაგას მნიშვნელობა არ აქვს, ამხელა ეს არ უნდა იყოს. ვიზუალურად რაც ჩანს ზემოთ, ეს შედის ეხლა ამ კალაპოტში. მაგრამ მდინარე არ არის ის მარტო მაღლა რაც ჩანს, ხო მთლიანად დაბლა წყალია სულ. სიმშრალე რო იყოს, წყალი არ გაჩერდება მაღლა და მდინარის შრობა მაგას გამოშრება ჩავა და გვალვების დროს, იმიტომ მცირდება ის მდინარე, ხო? როდესაც ნალექია, დაბლა იმდენად გაჟღენთილია კალაპოტი, რომ აღარ ჩადის წყალი და ეს არის მდინარის მაღლათავი, რასაც ჩვენ ვხედავთ. დანარჩენი აქედან მთელი წყალი, აი, უხეშად რო ვთქვათ, მინიმუმ 3 მეტრი, რაც ახლა ზემოთ მოედინება, ჩვეულებრივად შედის აქ. ინჟინერი კახა კიკნაძე ამბობს, რომ ნაყარ მიწაზე ზემოდან დაგუბებული წყალი იმის მანიშნებელია, რომ ქვემოთ მიწა სულ გაჟღენთილია და ზედაპირიც მალე ვეღარ შრება ამის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ ზედაპირის ქვემოთ მიწა, რომლის დაძვრის საშიშროებაც არსებობს, მთლიანად ტალახია. ამ ნაყარს დაახლოებით ჭირდება 60-70 მეტრი დაძვრა და ეჯახება წინ თას. ეხლა რასაც ყვები ეს ზოგი წარმოიდგენს ამას კარგ ზღაპარს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. და ეჯახება და იკეტება დაახლოებით 60-70 მეტრიანი კაშხალი შეიძლება აღმოჩნდეს იქ, რომელსაც უკანა მხრიდან ზემოდან მოდის მდინარე ნუნისი და ეს მდინარე დაახლოებით ერთ დღეში ამოავსებს, გააჩნია რა პერიოდში მოხდება ეს ჩაშლა, ეს იქნება წყალუხვი რაოდენობა იმ დროს მდინარის კალაპოტში თუ იქნება თქვა აგვისტოს პერიოდი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მალე ამოივსება, იმდენად მალე რომ ამის გაწმენდის შანსიც არ არის, თუნდაც ერთი კვირა დაჭირდეს ამოვსებას, ამას ვერავინ ვერ გაწმენს. უნდა დაელოდო უკვე და ვერაფერს ვერ გააკეთებს სხვას.
ამოივსება ეს შეუდგება იმ ნუნისის კურორტს, თავისთავად რაც ხდება, როგორი პროცესებიც ხდება, რაც იყო ვერეს ხეობაში. უმნიშვნელო ახლა ამასთან შედარება ხო საერთოდ არ არის, ხო? ჩამოიშალა რაღაც რაოდენობის მიწა, ჩაკეტა მდინარის კალაპოტი, შემდეგ ეს კალაპოტი იწევს უკან მაღლა, შეუდგება ამ ტყის მიწას, იქაც ხდება ჩამოშლა და უკვე გროვდება დიდი მასა. აქ ეს საჭირო არ არის, აქ პირდაპირ ესეც საკმარისია, რაც ჩავა აქედან, ჩაიკეტება ეს და წაიღებს. იგივე იყო შოუშიც. შოუში ამის დაახლოებით, რა ვიცი, მიასედი იყო, იქ რაოდენობა მიწის, რამაც ის უბედურება დაატრიალა. ვერეს ხეობაში კიდევ უფრო ნაკლები იყო, კახეთში კიდევ უფრო სულ სხვა რამე იყო. განსხვავება მასშტაბის გარდა ის არის, რომ ვერეს, შოვისა და თელავის შემთხვევაში სტიქია ბუნებრივმა პროცესმა გამოიწვია და შესაძლოა საქმე გქონდეს უყურადღებობასთან და არაკომპეტენტურობასთან. თუმცა აქ სტიქიისთვის გამომწვევი პირობები ხელოვნურად არის შექმნილი. როგორც ირკვევა, გარდა იმისა, რომ შესაბამისი უწყებები ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ სტიქიებს ვერ პროგნოზირებენ და ვერ ახერხებენ აღკვეთას, ზოგიერთ ადგილას თავად ქმნიან არასწორი სამუშაოებით სტიქიისთვის ხელსაყრელ რელიეფს. 70 მეტრიანი ტალღა აქედან წასული მდინარის პირასახლებს არ მიწვდება მარტო, მიწვდება მთელი ინფრასტრუქტურას, ხო, რკინიგზა გადადის და ვინახეთ დაახლოებით 2-3 ადგილზე კვეთს მდინარეს, ხო? ეს აქვე ამ ხეობაში თორე. შემდეგ ქვემოთ რამდენ გაკვეთს, ეგ კიდე სხვა საქმეა, ხო? იქ სამაგრები აქვს რკინიგზას გაკეთებული, ჯებირები ეგრეთ წოდებული მდინარის ნაპირზე გაკეთებული, იქაც ბევრი დარღვევაა. უნდა იყოს 5-6 მეტრიანი ფუნდამენტზე ჩასული ესე რა ქვია, საყრდენი კედლები, ფუნდამენტი მოწყობილია 1.5 მეტრზე და 2 მეტრ. ჩვენ ახლა ვხედავთ, კიდე აი დაბლა ჩანს, 2 დღის ნაწვიმი წყალი უკვე ჩასული აღარ არის მასში, მიწის მასაში, ხო? ეხლა ეს ვინც ვერ ერკვევა ამ საქმეში, იტყვის რომ ეგ არაფერი არ არის, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი უბედურება. მდინარის კალაპოტში მიწის ჩაყრა თან ამ რაოდენობით, რომ არ შეიძლება წესით ყველა სპეციალისტისთვის გასაგები უნდა იყოს. ბუნებრივ რელიეფში ასეთი უხეში ჩარევა, თან როცა მდინარეს ეხება საქმე და მიწის მასასაც წინ მთა აქვს და გასასვლელს ვერსად ნახავს, უბრალოდ დაუშვებელია. აქ დაყრილი მიწის რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სტიქია შეიძლება წარმოუდგენელი მასშტაბის იყოს. დაახლოებით გავთქვი, აი ეს პირველი ნაწილი რომ მოწყდეს, დაუშვათ და წავიდეს, ხო, რაც ეტაპობრივად ხდება. მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მთლიანად დაიძრეს და მიყვეს ერთმანეთს, ხო? მაშინ მეტზეავა კიდე ის მთაში ხედეთ რამხელაძე, სად წავა, ხო, ვერსად ვერ წავა. 70 მეტრის სიმაღლის კაშხლის გადანგრევის შემთხვევაში, აი, მაშინ ესე უხეშავ თქვათ და ეს გაზომილი მაქვს, დათვლილი მაქვს, იმის მიხედვით ქვემოთ კალაპოტი როგორ ფართოვდება უკვე მდინარე ჩხერიმელის და მდინარე ძირულის, ხო? სადღაც ხარაგაულის ტერიტორიაზე, დაბა თვითონ ხარაგაულში, სადაც მერიის შენობა დგას და ეს ცენტრში, მინიმუმ 20-25 მეტრიანი ტალღა ჩაივლის მდინარის. ქალაქის ცენტრში. კი, მე ვამბობ ხოლმე რომ მერიის მესამე სართულსაც მიწვდება. ის არ არის რომ ჩაიარა ამ მდინარემ და წავიდა. ჩავლის დროს ძირს გამოუღებს კიდე ბევრ რამეს და სოფელი შეიძლება იყოს მდინარის კალაპოტიდან თქვათ 100 მეტრში ზემოთ, მაგრამ ისე გამოუთხარო ძირი, რომ ისიც წამოვიდეს ზემოთ. აქ რაც შეეხება ემას ნუნის თვითონ კურორტს. წყლის ჩადგომის შემთხვევაში ეს მთლიანად ჩამოიშლება, აი სადაც კოტეჯები დგას, სადაც ის არის. საფრთხე ემუქრება უკან ამ მხარეს ჯერ ვიდრე ეს გადაინგრევა. მანამდე უკან არის საფრთხე, იმიტომ რომ წყალი ჩაგუბდება იქ და ჩამოშლის ყველაფერს. ეს არის ხელოვნურად მოწყობილი სასაკლაო ქვია ამას. ამ ხეობისთვის, არა მარტო ხარაგაულისთვის, ესტაფონის და მასშტაბი რა იქნება იმის მიხედვით ვერ განსაზღვრება. ხო, ესტაფონსაც შეიძლება მისწვდეს. აუცილებლად მიწვდება, ეხლა მასშტაბი ის რომ დაუშვათ ხარაგაულის ტერიტორიაზე მეტი ექნება, ესტაფონში ნაკლები ექნება და უკვე კიდე იქეთ სამტრედიაში ნაკლები ექნება, ეს გასაგებია, მაგრამ ეს 5 მილიონი კუბი იმდენია და ამის აქ წინ ჩაკეტვა შეხედეთ, მთა აქ წინ, რომ იყოს იქით ცარიელი ადგილი, შეიძლება გაიშალოს და რაღაც 10 მეტრიანი ტალღა ვერსად ვერ წავა და ეს თუ იქ ჩავიდა ბოლომდე, მთელ დასავლეთ საქართველოს პრობლემა ექნება, ამას არ ვაჭარბებ რა. ჩვენს უკან კადრში არის ის ხეობა, რომელზედაც ვსაუბრობდით, რომელიც 5 მილიონი კუბი მიწით არის ამოვსებული და ამ მიწას აქვს დაძვრის საშიშროება სპეციალისტების შეფასებით. თუმცა აქ მეორე ფერდის პრობლემური არის, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ და იდეაში აქ დგომაც კი საფრთხის შემცველი არის და უკვე აქ მიწის
ჩამოშლა დაწყებული არის და მიწის ნაწილი ჩამოშლილი არის და ამ ორივე ფერდის შუაში გადის სარკინიგზო ხაზი. აქ ქვემოთ წლების განმავლობაში მას შემდეგ რაც მიწა მაგ დაიწყო დაძვრა, ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. ეს საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში საფრთხის ქვეშ ფუნქციონირებდა და მხოლოდ 1 წელი არის რაც გადაიტანეს სხვაგან. უშუალოდ მოდერნიზაციის პროექტი მოიცავს თბილისი-მახინჯაურის მთავარ მაგისტრალურ სარკინიგზო გზაზე სრულიად ახალი 90 კილომეტრიანი ხაზის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას და 100-მდე ახალი ობიექტის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში აშენდა 10 ახალი ხიდი, 6 გვირავი, 3 სადგური და სხვა მრავალი საკვანძო ინფრასტრუქტურა. აშენდა, მაგრამ მთავარია როგორ აშენდა და რის ხარჯზე. ოცნების საპიარო ღონისძიებებში ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება. თუმცა სპეციალისტები რკინიგზის გვირაბების მშენებლობის ხარისხსაც ეჭვქვეშ აყენებენ და მათი ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ. საშინელებაა იქ გაკეთებული, გვირაბებში ახლა მატარებელში ზის ადამიანი მიდის მშვენივრად, ფეხითაც რო გაიაროთ, ვიზუალურად მშვენივრად არის გვირაბებში ყველაფერი. ვიზუალურად პრინციპში არ არის ბზარები აქ უკვე კედლებს და ამ ბზარებს ეტაპობრივად ლესავენ დაფარულად, ისე რომ ვერავინ გაიგოს. წარმოიდგინეთ 8 კილომეტრიანი გვირაბი, სადაც 3-4 ფენა უნდა დაყრილიყო, ეგრეთ წოდებული ინერტული მასალა, ხრეში, სხვადასხვა ფრაქცია და დატკეპნილიყო. ეხლა ვინც მისმენს ელემენტარულად გზის კეთება, ვისაც ნანახი აქვს არასპეციალისტი, უბრალოდ ნაყურები, ხო? იყრება ხრეში, იტკეპნება კატოკით და იგება ასფალტი თუ ბეტონი. წარმოიდგინეთ, 4 ფრაქცია ხრეში უნდა შეტანილიყო და არ არის შეტანილი არც ერთი მანქანა, არც ერთი კუბი. საერთოდ გვირაბში შესული არ არის კატოკი. ეს ყველა მიცის, ვინც მუშაობდა იმ პროექტზე. ეს დაბლა და ყველაზე დიდი საშინელება ეს არის გვირაბის თაღის ზემოთ დატოვებული სიცარიელები. აფეთქების დროს ქანები იბზარება 90 მეტრზე მაღლა, მოხდა იქ ზედმეტი ქანების ჩამოშლა, ეს უნდა გამოივსოს წნევით, ბეტონის წნევით, როდესაც აფეთქებებით კეთდებოდა წინა საუკუნეში ესე კეთდებოდა და შემდეგ დადგეს თაღი. იქ დატოვებულია დაახლოებით 12-13 სიცარიელე, 8 მეტრის სიმაღლის და 10-9 მეტრის დიამეტრის. ეს არის საშინელება. ეს დაბზარული ქანები როცა იქნება დაიზრება და ამ 8 მეტრიან სიცარიელზე დაეცემა პირდაპირ ბეტონის თაღს და ის ვერ გაუძლებს მაგას. კატასტროფაა იმ გვირაბებში გაკეთებული. ქართული ოცნების მიერ რიკოცე გამავალი ცენტრალური გზის მშენებლობის ეტაპზე მომხდარი სავალალო ინციდენტები ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. რამდენჯერმე ჩამოსულ მეწყერზე და ჩამონგრეულ გვირაბზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე რიონის მიერ წაღებული მერვე ბურჯი და არასწორად აშენებული და მერე გადაჭრილი ბეტონის უზარმაზარი ბოძი რადგირს მარტო. იქ იყო სტადიონი. აქ გვაქვს მთელი ზაფხულის ბავშვები, აქ ვატარებდით ხოლმე, აი აქ სტადიონზე. ის ჩატანილია ხო მთლიანად? ის მთლიანად ჩატანილი. გოგა კალანდაძე ახლა საკუთარი ბავშვობის სახლის ნანგრევებზე დგას. ნუნისის ხეობაში შეტანილი და ჩაყრილი მიწა თუ მომავალში ქმნის სტიქიის საფრთხეს, ხარაგაულში 2 სოფელი უკვე ჩარეცხა სტიქიამ ხელოვნური ჩარევების გამო. სოფელ ღვერგსა და ხემაღალში 112 ოჯახის სახლი უბრალოდ მიწამ ჩაყლაპა. მას შემდეგ რაც რკინიგზის სამუშაოებისთვის აფეთქებები დაიწყო. ეს ყველაფერი გამოიწვია ჩვენი საზრით აფეთქებებმა, რომლებიც განახორციელეს რკინიგზის მშენებლობის დროს. აქ არიან ის ხალხი უბრალოდ დღეს ამის ჩაწერის საშუალება არ გვაქვს, რომლებიც კონკრეტულად მუშაობდნენ ამ აფეთქებებზე და ისიც იციან, რამდენი კილოგრამი შექონდათ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ამის შემდეგ, ამ სიტუაციის შემდეგ ჩვენ მოვითხოვეთ კვლევა თუ რამ გამოიწვია ეს პროცესები. სანამ ამ კვლევას მოვითხოვდეთ, მანამდე სამინისტროს მივწერეთ მეილები, გაუგზავნეთ, განცხადებები დავწერეთ, რომ არსებული განხორციელებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი თუ როგორ განხორციელდა ეს პროექტი. ამ პროექტის, ანუ უკავშირი არც ერთი სამინისტროდან არ იყო, დოკუმენტაციის მოწოდება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა და სრული იგნორი
ჩვენს დასმულ შეკითხვებზე და მოთხოვნილ პროექტებთან დაკავშირებით რა. იგზის მოდერნიზდების სამუშაოები, რომლითაც ქართული ოცნება ასე ამაყობს 2019-20 წლებში იწყება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს ღვერგი და ხემაღალი უკვე მეწყერ საშიშ ზონად არის გამოცხადებული, სადაც მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც კი არ შეიძლება. თუმცა აქედან 2 წელში მშენებლობის პროცესში აფეთქების ტექნიკას იყენებენ და ორი სოფელი უბრალოდ ნადგურდება. კვლევას მაგალითად ასეთი რაღაც უწერია, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ჩაატარა. თუ აქ აფეთქებები მიმდინარეობდა, ან მძიმე ტექნიკა მუშაობდა, კონკრეტულად დასახელებულია მაგალითად კოდალა, აუცილებლად გამოიწვევდა პროვოცირებას. ეს დადასტურებულად იცით თქვენ, ანუ კვლევის საფუძველზე კვლევაში ეს წერია, ნახეთ კვლევაში ეს წერია. კვლევა ტარდება, იმიტომ რომ ან უნდა გამოურიცხოთ ეს ყველაფერი, რომ ეს არ მომხდარა, ამის ბრალი არ არის და კონკრეტული მიზეზი დავსვათ. შემდეგ კონკრეტულ მიზეზში უწერიათ ასეთი რაღაც, რომ ესე იგი ეს ყველაფერი ეს იყო რაღაც დაძაბული ველი, უბრალოდ მე ეს ტერმინი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ პლუს უწერიათ ის, რომ ეს დაძაბული ველი აქ რო ეს ყველაფერი მომხდარიყო, უნდა ყოფილიყო ტექტონიკური ძვრები, ანუ მიწისძვრა, უნდა ყოფილიყო უხვი ნალექი, უნდა ყოფილიყო ქანების წყლისგან, დინარის ქანებისგან, დინარის წყლისგან ქანების გამორიცხვა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო. ეს ყველაფერი არ არის მომხდარი. ესე იგი, ეს ყველაფერი არ არის მომხდარი. თუ ისა რაღაცა ქვია, მძიმე ტექნიკა და აფეთქებები იყო ამ ყველაფრის პროვოცირებას გამოიწვევდა, ესეც უწერიათ. საბოლოო ჯამში თვითონვე დასკვნაში წერია, რომ ეს არის უბრალოდ რაღაცა ბუნებრივი პროცესების ბრალი, მაგრამ იმასაც უთითებენ, რომ აქ ბუნებრივი პროცესები მსგავსი არ მომხდარა. ანუ უკვე ჩვენც აღარ ვიცით რა ვიკითხოთ, რა მოვითხოვოთ, რა გავაკეთოთ. ათეულობით წელია ეს სახლები ამ სოფლებში დგას და რკინიგზის მშენებლობის დაწყებამდე ადგილობრივებს არანაირი პრობლემები არ შექმნიათ. თუმცა ხელისუფლება ცხადია საკუთარ დაუდევრობას თუ ადამიანების უბრალოდ ფეხებზე დაკიდებას არ აღიარებს და ამ ადამიანებს მხოლოდ ეკომიგრანტის სტატუსს თავაზობს, რაც 30-დან 50,000 ლარამდე ანაზღაურებას ითვალისწინებს. წლობით ნაშენებ ნაწვალების სახლები და უზარმაზარი ეზოები ხელისუფლების გულგრილობის გამო უბრალოდ მიწამ ჩაყლაპა და ამის კომპენსაცია მხოლოდ 30,000 ლარია, რომლითაც არათუ სახლს უბრალოდ მიწის ნაკვეთსაც კი ვერ იყიდიან ეს ადამიანები. შოხელიასი განისკარები, საძინებისგან ასე იყო მოღრაკო. არი ქაძან გვადაგილებია სახლი გვემგრევანკა. გამოვარდა ბოლში უგარეცა. გესმოდათ თქვენ აფეთქებების ხმები ვიბრაცია? ზარმეს მოდაბებია გეხუთვენა მე 90 წლის კარია. რიხი გაკონდა იმას. ჩიქაში კუხნის კაპილანი. რიძგინავდა და ის ხაცაშაის მე გუგუნიც გევიგე მიწში. ისე მე მასწავლოს მე ვიყავი ხოლმე სახლი ესე შაბათკვირას მომივიდე. გუგუნობდა და მიწა გუგუნობდა ძალიან. რა ქვემები რაღაცა ასგავსაკურობай. ეცა სპეციალი არ მოუკვდებოდა და არ დევეძებება სპეციალი ვარ. ისე წარი აქინა არ იმასხნავა. არ მოყვია კასახი რომ ინგრევოდა. წევედი მარა. ვაი წასვლას მივიდა მე რა წევედი. სულიაკ დავტო მიავაშენი ესელაი გავაკე. ეხლა თქვენ ქირით ხართ გაყვანილი? ქირით ვარ ძმებია. სამასმანეს მიხის ხარაგაული და 100 ლარს მეუმატებ და რაღა დამქებებია პენსიაზე რაღა უნდა იმას. ანუ მთლიანასაც არ გიხდიან ქირას? არა ბები არა. ამას სამას ვურიგებს ყველას და მე ვისანაც ვარ 100 მანეთი მომეციო. რამის იმედი გააქვთ? აი შენ დამაწყებას აი მე უნდა ქონდეს ბებია არაფერს მე რა უნდა იყონი იყიდო ბებია მაგფურის რა უნდა იყიდო არაფერი მე ერთ ფული ასასმაზები ეს დამიჟაგე რა 45 მეტრს გავაკეთე ის რა გვაუნდოდა იმას კიდე ახლა არ ხეხტება თუ პატარა ადგილი იყო სამხელა ჩავდოდა და მოუყვეს იარდებს მინდა მიყვარს აქურობა ბებია ძალიან მიყვარს რა ეს სოფლები ქართული ოცნების სახის საუკეთესო ილუსტრაციაა. ადამიანებს ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს და ახლა ბინის ქირასაც კი არ უხდიან სრულყოფილად. ვითარება უმძიმესია სოფელ ღვერიგშიც. ორივე სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ არ მხოლოდ აფეთქებების ხმა ესმოდათ, არამედ მთელი სოფელი ზანზარებდა. მალხაზ კალანდაძე გვიყვება, რომ სტიქიის მსგავსი სოფელ ღვერიგში მანამდე არაფერი მომხდარა და წინაპრებისგანაც კი არ ახსოვთ გადმოცემით. ერთი ორი საღამო იყო ისეთი, რომ იმდენად შეგვაზანძარა და იგი რომ მიწისძვრა გვეგონა ხო დაიგუგუნა რაღაცამ და წამოვიდა ტალღა
2-3 საღამო იყო ასეთი. რომ ბავშვებიანა გამოვარდით გარეთ. მაგით დაიწყო ჩვენი უბედურება. ამ აფეთქებებით. და იქ ბურჯებს ასობდნენ კიდევ ხიდის ბურჯებს. ახლა მდინარეში რო გამოვიარეთ. და ის ხიდის ბურჯების დასობაზეც ალბათ ყოველ 5 წამში რაღაც უტყავდა. ტუკ არ ვიცი ახლა რა ქვია იმ ხელსაწყოს. აქ ორი აზრი არ არის. ყველამ ვიცით და ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რაც ხდება არის ჩარევის შედეგად მომხდარი, თუ არა ბუნებრივ პროცესს ეს არ გავს. რაღაც რომ მეწყერი მოწყდეს, კლდეს და წამოვიდეს, ისეთი რამე აქ არაფერი ყოფილა. ამდენადაც არ ყოფილა ხო არაფერი? არაფერი ახლა ჩვენი მამაპაპები და მე-13 საუკუნიდან ეს სოფელი არსებობს. მე აქ ჰექტრამდე ადგილი მქონდა, ხეხილი მქონდა. ყველაფერი სახლიც ხო კი შეხედეთ რამდენი ნალოლიავებია, ესე იგი ბაბუასა და დედმამის დატოვებულია. ბაბუა ბებიის და დედმამის დატოვებულია. ჩვენ კიდევ რაღაც ბოლო 5 წელიწადში ერთი 100,000 დაგვიჯდა კიდე რომ იმ ქალაქის დონეზე ასე ვთქვათ, ევრო დონეზე მოგვეწყო და ყველაფერი წაიღო და ახლა არ ვიცი ამ ფულით 30,000 რა უნდა იყიდო. ამ ადამიანებს საკუთარ ცხოვრებას ვეღარავინ დაუბრუნებს. სოფლები თითქმის სრულად არის ჩამოშლილი და აქ არათუ ცხოვრება ამ ტერიტორიაზე უბრალოდ შესვლაც კი წესით აკრძალული უნდა იყოს. თუმცა წართმეული ცხოვრების სანაცვლოდ ღირსეულ ანაზღაურებასაც კი არ აძლევენ. აქაური მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მათი გასახლება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც გეოლოგები თავად გამოიძახეს. მანამდე მათთვის ყურადღებაც არავის მიუქცევია. რომ არა მათ მიერ ატეხილი განგაში და დროული განსახლება, რა მასშტაბის უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო, წარმოდგენაც კი რთულია. რა ვიცი, მთელი ცხოვრება აქ ვიყავით, ამ სახლში ცხოვრობდით და არაფერი ისეთი არ შეგვიმჩნევია. 2019 წელს ამ აფეთქებების შემდეგ სოფელში იქეთ ორ ოჯახში დაიბზარა კედლები, მალხაზის სახლს რაღაცა ქონდა ბზარები და ამ მეორე სართული დაიბზარა კიდე ამ შენობის, მაგრამ არ მივაქციეთ ყურადღება. ალბათ გვეგონა ნალესი თუ რაღაცის ბრალი არ ჩავთვალეთ საჭირო თუ რკინიგზის ბრალი იყო და გაამაგრეს ის ორი სახლიც და ეს სახლიც გავამაგრეთ. და იმის პერიოდში ახლა შარშან რო დაიწყო მაისის ბოლოდან და ორ თვეში დაინგრა ყველაფერი. აი ჩვეულებრივად როგორც მიწისძვრა, ისეთი ბიძგები ქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია ჩვენ მაგისტვის მაშინ. რა ვიცი, ამ ხელე პროექტი კეთდებოდა და არ ჩავთვალეთ საჭირო რომ განგაში აგვეტეხა, როგორ თქვა ახლა. არ გვეგონა, აი სულ ყოველთვის ამას ვამბობ, რომ არ გვეგონა თუ გაგვწირავდნენ ამდენად. და როგორც ჩანს გაგვიმეტეს სასიკვდილოდ. გაყვანა როგორ მოხდა, თვითონ მოსახლეები აქტიურობდნენ, გამოიძახეს გეოლოგები, ჯერ 112-ში დარიკეს ხემაღალში, პირველად სადაც ბზარი გაჩნდა იქ, 112-ში დარიკეს მოვიდნენ მაშველები და ვითომ ჯერ არაფერი ყურადღება არ მიაქციეს, ჩვენც არ მიგვიქცევია ყურადღება, უფრო გვალვა გვეგონა და იმ გვალვისგან იყო გამსკდარი მიწა, მაგრამ ის სახლები თითქმის დაინგრა. ფორმა შეეცვალა სახლს და მაშინ გამოვიძახეთ მე გეოლოგები, მოვითხოვეთ გეოლოგები მოსულიყვენ, გეოლოგები როგორც კი მოვიდნენ თუ არა, იმ დღეს გაგვასახლეს. ესეც თქვენ გამოძახებულ? ჩვენი არა, თვითონ არა, ჩვენ გამოვიძახეთ, ჩვენ მოვითხოვეთ. შესაძლებელი იყო თუ არა რკინიგზის პროექტის განხორციელება აფეთქების გარეშე სხვა ტექნოლოგიით. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში პროექტიდან ფულის მოპარვის შესაძლებლობა ნაკლები იქნებოდა. ეს უნდა მომხდარიყო საჭრელი მანქანით გვირავების გაყვანა, რა დროსაც არ იქნებოდა ბიძგები და ჩვეულებრივად როგორც კეთდება 21 საუკუნეში, ესე გაკეთდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უხეშად რო ვთქვათ, ვერ იშოვნდნენ დიდ ფულს. ის ატკატები არ იქნებოდა იმ მასშტაბის, რა მასშტაბითაც აფეთქებების დროს ხდება. ახლა განსხვავება ამაში ძალიან დიდია. აქ არის მიწის სამუშაოებზე საუბარი, აქ არის დროის გათვლაზე სამუშაოები. როდესაც ხელისუფლებისგან მწვანე გააქვს ანთებული დაუშვათ პროექტის კეთების დროს დამატებითი ხარჯების აღებაზე, სადაც ყველაზე დიდი ფული იშოვება. ეს პროექტი გაგრძელდებოდა აფეთქებების შემთხვევაში, თვითონ აფეთქებების დროს მიწის სამუშაოები მეტია, ზედმეტი მიწა ინგრევა, ზედმეტი მიწა ჩამოდის, ამ მიწის გადატანა, გადმოტანა ეს ყველაფერი და ამაში რაც მე დრო გაიწელება, მე ჯერ მოითხოვ დამატებით ხარჯებს,
ხელისუფლებიდან პრობლემა არ გაქვს, ზედამხედველობიდან პრობლემა არ გაქვს, ყველაფერზე ხერს გიწერენ, იღებ ამ დამატებით ხარჯებს, 20%-ს ხარჯავ, 80%-ს უშვებ ათკატებში. გზების მშენებლობაზე რომ კორუფცია ყვაოდა, ეს უკვე თავად ქართული ოცნებისგან ვიცით დადასტურებულად. სამტრედია გრიგოლეთის ხიდის ჩანგრევიდან 3 წლის თავზე გაირკვა, რომ თურმე ხიდის მშენებლობაზე კონკრეტული თანამდებობის პირებს დიდი ოდენობით თანხა მოუპარავთ და 5 ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. წინ კიდევ ბევრი ასეთი კორუფციული ამბის გახმაურება გველოდება, მაგრამ რა გველოდება სტიქიურ ზონებში, სადაც ეს ვითარება ხელოვნური ჩარევებით, უპასუხისმგებლობით, დაუდევრობით და არაკომპეტენტურობით არის გამოწვეული. ხვერგსა და ხემაღალს აღარაფერი ეშველება. დღითი დღე უფრო და უფრო რთულდება აქ ვითარება. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ სოფლების ჩამოშლით აქ საფრთხე არ სრულდება. სოფლის ძირში დაგუბებული წყალი რკინიგზის ნაწილს, გზებს და ავტობანსაც კი შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს. ის დაგუბებული რა დროს გადაინგრევა, თუნდაც ის 15 მეტრი, რომელიც ეხლა იქ არის, წინ აქვს ტალახი, მეტი არაფერი არ აქვს, მიწა აქვს წინ. და დადგნენ იქ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რკინიგზის დეპარტამენტიდან დადგნენ და საუბრობენ იმაზე, რომ აქ საშიში არაფერია, საფრთხეს არ წარმოადგენს. გამაგებინეთ დაგუბებული წყალი 15 მეტრის სიმაღლეზე და 600 მეტრის სიგრძეზე. საშიშროებას როგორ არ წარმოადგენს, ტალახით ვინ გააჩერებს წყალს? გადის კი ბატონო ეხლა რაღაც დოზით გადის და დგას. ის მასა, რომელიც წინ უდგას ამ დაგუბებას, როგორც კი გატალახიანდება და ლამათ იქცევა, ვეღარ გააჩერებს, გადაინგრევა და წავა. ეს საფრთხეს უქმნის, ჩვენ ამოვედით, უნდა ვნახეთ, იქ რკინიგზის ხაზი გადის იქვე 100 მეტრში დაახლოებით, 3 მეტრის სიმაღლის ხიდი აქვს, იმ რკინიგზას, ცენტრალურ გზას, რომელთაც შემოვედით, ხარაგაულიდან ძირულისკენ მიმავალს და რა მასშტაბით წავა აქედან ეს, უკვე ქვემოთ ავტობანს და იმ სარკინიგზო ხაზს მთლიანად ზესტაფონის ტერიტორიას კიდე გეუბნებით, აი ამაზე საუბარი, იცით როგორ არის? არის რაღაც მასშტაბი, რომელიც აქვე დააზიანებს რაღაცას, მაგრამ ამას ვერავინ ვერ გასაზღვრავს. თუ ეს სადაც ჩვენ ვდგევართ ერთიანად წავიდა, მაშინ ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის იმ მთლიანად იმერეთის ტერიტორიას. ამ ყველაფრის ფონზე კი რაც სიუჟეტში მოგიყევით, გაუფრთხილებლობითა და უპასუხისმგებლობით გამოწვეულ ყოველ შემდეგ სტიქიაზე ვისმენთ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ მსგავსი ყველგან ხდება. სამწუხაროდ წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება. არ ვიცი ინფრასტრუქტურის მოქმედ მინისტრს თუ უნახავს სადმე რომ ჩაკეტილი ხეობა 5 მილიონი კუბი მიწით ამოევსოთ. საერთოდ იცის თუ არა რომ ეს მიწა იქ დაყარეს. მოკოლეული ან მოსმენილი მაინც თუ აქვს რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. იცის თუ არა რას ნიშნავს როცა ადამიანს ყველაფერი თავზე გენგრევა და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებასაც არ გაძლევენ. იცის თუ არა რა ხდება სარკინიგზო გვირაბებში. რკინიგზაში რომ თურმე ბევრ ფულს იპარავდნენ, ეგ უკვე ყველამ იცის. მაგრამ ჯერ მისი დრო არ დამდგარა და ალბათ მანამდე იქნება მშვიდად, სანამ მისი მატარებელიც ჩაივლის, როგორც მისი წინამორბედების ამ ჩაიარა.